5 თვეა საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. თავიდან განსაკუთრებით მასშტაბური აქციებისას ამ პროტესტებზე აქტიურად იდგნენ სტუდენტებიც. დღეს პროტესტი არ ქრება და სტუდენტური პროტესტის კერა მიფეთქა სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რაოდენობა პროტესტებზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამ პროტესტის ნაწილი არიან სტუდენტებიც, მათ შორის პარლამენტთან, სადაც სეუს სტუდენტური მოძრაობის წევრები უწყვეტად რჩებიან. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და დღეს სტუდენტების პროტესტზე ვისაუბრებთ სეუს სტუდენტური მოძრაობის წევრ ნენე გაბლაიასთან და ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრ თამუნა თევზაძესთან ერთად. დიდი მადლობა მოსვლისთვის. სულ თავიდან სანამ სხვა კითხვებზე გადავალთ, რო გითხრათ რომ იმ სტუდენტურ მოძრაობაზე რომ მოგვიყვეთ მოკლედ, რომელსაც წარმოადგენთ, რა პროცესში ხართ, ეგ მოკლედ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება ყველა რეჟიმის დღეს. სეუს სტუდენტური მოძრაობა ახლა 24 საათიან პროტესტზე არის გადასული პარლამენტთან უკვე უშუალოდ. აქამდე ვიყავით 2 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოძრაობა ახლა არის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, იმიტომ რომ არ არის მარტივი იმ პირობებში ყოფნა, როგორ პირობებშიც ახლა ვართ. მაგრამ იმედი იმის, რომ ჩვენს დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, გვაძლებინებს და ვფიქრობ, რომ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ ბოლომდე იმ მიზანს, რა თქმა უნდა. და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდა და სეუს სტუდენტურ მოძრაობას აძლიერებს და გვერდით გვიდგას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. შევუერთდებინენას და ვიტყვი იმას, რომ თავისუფლება აუცილებლად რეჟიმის ყველა პატიმარს და დავამატებ, რომ ეხლა ჩვენ შევცვალეთ მაგალითად მოთხოვნა და დავამატეთ, რომ ხელახალ არჩევნებს კი არა ვითხოვთ უკვე ამ რეჟიმის წასვლას არა მხოლოდ ამ ხელისუფლებიდან, არამედ საერთოდ ამ ქვეყნიდან. მილიონი სტუდენტური მოძრაობა არსებობს უკვე მაისის პერიოდის აქციებიდან და უფრო აქტიურად იყო საწინეს არჩევნო პერიოდშიც იყო ჩართული და ქონდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ცდილობდნენ, რომ სტუდენტების მობილიზება ყოფილიყო უფრო მეტი არჩევნებზე, თუმცა აი რაღაცა უფრო მეტად მძაფრ აქტიურ ფაზაში გადავედით უკვე არჩევნების შემდგომ პერიოდში, მაშინ როდესაც ბათუმში სტუდენტები შევიდნენ უნივერსიტეტში და გაათენეს, აი მაგ ღამიდან უკვე ჩვენც დავრჩით უნივერსიტეტში, რაღაცნაირად იქ შევიკარით და მას შემდეგ ქუჩაშიც პროტესტშიც აქტიურად მონაწილეობდით და პარალელურად ვცდილობდით, რომ რაღაცა ამ პროტესტისთვის სხვადასხვა ტიპის შინაარსები შეგვეძინა და მაქსიმალური სოლიდარობა გამოგვეხადა პატიმრებისთვისაც და რაღაცა ის ძალყოფილიყავით, რომელიც რაღაც აი მძიმე მომენტებში, როდესაც რაღაცა ჩავარდნები იყო პროტესტში და რაღაცებს შინაარსი აკლდებოდა, რაღაც ტიპის შინაარსს მენ შევიტანთ. ნუ ამის შემდეგ, როგორც ყველა საუნივერსიტეტო მოძრაობები ერთად შევედით და დავრჩით ჩვენ ცილიაში, სადაც ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მოგვაბილიზებინა სტუდენტების უფრო მეტი რაოდენობა და უფრო მეტს გაიგო ჩვენზე და რაღაცნაირად ამ პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო. ეხა არა მარტო ჩვენ, არამედ რაღაცა ყველანი ერთად სტუდენტებმა შემდეგ რაც დავტოვეთ ჩვენი სივრცეები, ვართ იმ ეტაპზე, როდესაც პროტესტი გამოგვაქვს ისევ ქუჩაში და ვცდილობთ, რომ გონია, რომ ეხა უფრო მნიშვნელოვანი არის ამ პროცესის ქუჩაში უფრო მეტად გაღვიძება და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად აი ამ საზოგადოებას, რომელსაც გონია, რომ რომელსაც რაღაცა ტიპის მიკუთვნებულობებზე აქვს პრობლემა, მაგალითად რაღაცა პარტიულ მიკუთვნებულობებზე, ამ საზოგადოებას კონდეს რაღაცა სივრცე, სადაც ისინი მათ შეეძლებათ, რომ გაერთიანდნენ ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც რაღაცნაირად არაფერთან მსგავსთან არ ასოცირდებიან და არიან უბრალოდ მოქალაქეები და რაღაცა სტატუსიც კი ისეთი აქვს, რომ რაღაცა პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩაერთვებიან და აი ვცდილობთ, რომ აი ამაზე ახლა ვიმუშაოთ ყველაზე მეტად. ერთი რაც ახსენე იყო ამ პროტესტის გაფართოება და თანამოაზრეების შემოკრება, აი ამ დინამიკას როგორ შეაფასებთ, ან ერთი ან მეორე რაღაცნაირად როდის იყო ეს მომენტი, როცა ყველაზე მეტად გაფართოვდა, როგორ აფასებთ ახლა იმ რაღაცა ძირითად საყრდენ ჯგუფს, რომელსაც თქვენი საპროტესტო მოძრაობები ეყრდნობა და ხო, როგორია აი მოკლედ ეს ბირთვი რა ამ საპროტესტო მოძრაობის, რამდენად ფართოა, რამდენად ვიწრო.
ну აი როგორ გითხრათ აი ნოემბრის პერიოდში როცა ამბები დაიწყო რაღაცნაირად თითქოს არც იყო განსაკუთრებული საჭიროება იმის რომ რაღაც ტიპის მოძრაობის ნაწილი ყოფილიყავი იმისთვის რომ ამ პროცესებში ჩართული ყოფილიყავი და რაღაც პერიოდის მერე რასაც რაღაც ხალხის რაოდენობა შემცირდა ვიღაცები ნიჰილიზმს მიეცნენ რაღაც მგონია რომ საკუთარი თავისთვის რაღაც ტიპის ბერკეტიც არის რომ ამ პროტესტში რო არ გაჩერდე ჩემ მოძრაობაში რაღაცა როლს ეძებს შენს და სადაც შეგიძლია რომ რაღაც გააკეთო და რაღაცა ისიც იგრძნო რომ არ ჩერდები და თან პარალელურად ეგ გაძლევს იმის ძალას რომ არ გაჩერდე იმიტომ რომ პასუხისმგებლობები გაქვს უკვე და მგონია რომ აი მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ესე მოძრაობაში უფრო მეტნი ვართ ეხლა ვიდრე დავუშვათ მაშინ ვიყავით აი მაინც ისეთი ეტაპია მგონია რომ აი როცა ჩვენ ვაანონსებთ აქციებს, საერთო აქციებს, საერთო სტუდენტურ აქციებს, აი იქ ჩნდება რომ ნელ-ნელა ემატება ხალხის რაოდენობა და უცებ აღმოჩნდება რომ ესეთი ადამიანები მოდიან და უბრუნდებიან საპროტესტო კერებს, რომლებსაც ნუ გვეგონა რომ ხელი ქონდა ჩაქნეული რომ აღარ დაუბრუნდებიან ამ სივრცეებს და ეს მგონია რომ რაღაცა ახალი რაღაცის დაწყების შესაძლებლობა შეიძლება რომ იყოს. კი, ანუ ეს სტუდენტების შექმნილი კერები, რომელსაც აქტიურად ეწევით ჩვენ, მგონია რომ ძალიან გამამართლებელი იქნება, ანუ გამართლებს იმ კუთხით, რომ სტუდენტები, რომლებიც ხედავენ, რომ ჩვენ სტუდენტები, მათი თანატოლები, მათი უნივერსიტეტის ბავშვები, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც არ ვჩერდებით და მე-40 დღეა უკვე ქუჩაში ვდგავართ, რაღაცნაირად სტიმული ეძლევათ იმის, რომ გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით და რეალურად ძალიან ბევრი ბრუნდება პროტესტში. ისე აქტიურად სამწუხაროდ არა, როგორც პირველად ანუ ეს ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაგრამ ბრუნდებიან ეს ადამიანები, დგანან ჩვენს გვერდით და იზიარებენ იმას, რაც რეალურად გვაქვს ჩვენ. და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც შენი თანატოლი სტუდენტი, ახალგაზრდა შენს გვერდით დგება და იწყებს იმ ისევე მოქმედებას, როგორც მოქმედებს შენ, ქვეყნის გადასარჩენად, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა ყოველ დღე იდგება თუ არა ეს ადამიანი, თავარი არის რომ გადამწყვეტ მომენტში იყვნენ ჩვენს გვერდით და დავანახოთ რეალურად რეჟიმს, რომ ჩვენ არ ვართ ცოტა და ახალგაზრდები ყოველთვის ვდგავართ სწორ მხარეს. მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მგონია რომ სახსენებელი არის ის, რომ ხშირად და გვინახავს ეს ბათუმშიც ვნახეთ, თეატრალურშიც ვნახეთ, თესეუშიც ვნახეთ, რომ ეს კონფლიქტი ადმინისტრაციას, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის და მე ის გამოწვევები, რაც მაგას შეიძლება მოსდევდეს სტუდენტისთვის, ან რა საფრთხეებსაც შეიძლება აღვიძებდეს და მაგის გამო მე რაღაცნაირად უფრო ან უკანა პლანზე გადაწევა, ან შეიძლება ხმის მეტად ჩახშობა. რამდენად არის ეგ ფაქტორი, მაგაზე რომ ვისაუბროთ და როგორია ხოლმე ეს კონფლიქტი. მაგალითად, ილიანი პირდაპირ სამიზნედ იქცა დაპირისპირების და ალბათ უფრო სხვა სიტუაცია უნდა იყოს. როგორია მოკლედ ეს კონფლიქტი ადმინისტრაციასა და სტუდენტების მოთხოვნას შორის, ან სურვილს შორის, რომ რაღაცნაირად აქტიურად და ხმამაღლები იყვნენ ამ პროცესში რა. სევ სტუდენტურ მოძრაობას ძალიან ცუდი სიტუაცია გქონდა რეალურად, როცა უნივერსიტეტში ვიყავით შესულები. ადმინისტრაციასთანაც ძალიან დიდი კონფლიქტი გქონდა, თავად რექტორთანაც ძალიან დიდი კონფლიქტი გქონდა. ჩვენ რეალურად უნივერსიტეტში რომ შევედით, გქონდა მაშინ უნივერსიტეტის მიმართ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ გამოეხატა მისი სტუდენტისთვის სოლიდარობა. ანუ ჩვენ უნივერსიტეტში გია კავთელიშვილს ნამდვილად არ ვთხოვდით ახალი არჩევნების ჩანიშვნას და რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებას. უბრალოდ ვთხოვდით სოლიდარობას, რაზეც მივიღეთ უარი და ნუ გამოიწვია ძალიან ცუდი პროცესები იქიდან გამომდინარე, რომ რექტორმა გაგვიმეტა ბავშვები იმისთვის, რომ დავეტოვებინათ ღია ცის ქვეშ მინუს გრადუსებში, ბავშვებს გვათოვდა და გვაწვიმდა ჩვეულებრივად და ანუ არანაირი ემპათიის გრძნობა მას არ ქონია ჩვენს მიმართ. პირიქით, ანუ ის ამბობდა, რომ ეს ჩვენ თვითონ გვსურდა და ჩვენი სურვილით ხდებოდა ეს ყველაფერი. რეალურად ერთადერთი რაც გვინდოდა ის ვერ მივიღეთ სოლიდარობა ირაკლი მემინაშვილის მიმართ, არამედ მივიღეთ მწუხარება უნივერსიტეტის მხრიდან, რომ ირაკლი არის დაკავებული და მივიღეთ ისევ ჩვენი ლანძღვა და შეურაცხყოფა. და ამის შემდეგ სიმართლე გითხრათ, ბევრი ჩვენგანი უნივერსიტეტში აღარც დადის. რამოდენიმე დადის, მაგრამ სიტუაცია ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო პროტესტამდე, ანუ არანაირი ასე ვთქვათ, არც სოლიდარობა, არც არანაირი მუხტი არ იგრძნობა უნივერსიტეტში იმის, რომ ქვეყანაში რაღაც დაძაბული სიტუაციაა.
ჩვენთან ავტორიზაციის ამბავი იყო ძირითადი პრობლემა რა, როცა შევედით. ერთ-ერთი მთავარი ის მქონდა, რომ ანუ ავტორიზაციის საკითხი შეიძლება გაპრობლემდეს და ამიტომ აუცილებელი არის, რომ გარდა იმისა, რომ ქვეყანასაც რაღაცნაირად ჭირდება ეს რაღაც ქუჩაში სტუდენტები, ეს უნივერსიტეტიც არის ესეთი კერა, რომელიც აუცილებლად დასაცავე, იმიტომ რომ არის ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც თავისუფალი სიტყვა რაღაცნაირად არ იზღუდება და ჩვენის კონფლიქტი ადმინისტრაციასთან არ გქონია, რაც მგონია, რომ ერთ-ერთი დიდი მიღწევა ილიაუნის პროფესურის და იმ ადამიანების, რომლებიც ამდენ წელი აქ მუშაობენ და ამ სიტყვას იცავენ. თუმცა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, როდესაც ჩვენ ავტორიზაცია მოგვანიჭეს, ამ დღეს პარალელურად ჩანიშნეს განათლების ახალი საბჭო დანიშნეს, მაშინ აი იმეთ პირველი სხდომა. ანუ ძალიან ეს არის, რა ქვია, შემთხვევითი არ ყოფილა ეს ყველაფერი ერთის წინ წამოწევით გადაიფარა მეორე ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა და ანუ ის რომ დავუშვათ დღეს ამ კონკრეტულ წუთებში არ ემუქრება ილიაუნის საფრთხე და სხვა უნივერსიტეტებსაც ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს საფრთხე არ შეიძლება ძალიან მალე უფრო მძიმე ფორმებით არ დადგეს. დღეს იყო გუშინ იყო მაგალითად, როდესაც დოიმოხსნეს თეატრიდან და ანუ რაღაცა პარალელების გავლება შეიძლება ის კულტურის სფერო, მაგრამ ანუ რაღაცა შეიძლება ის ამ ეტაპზე ბევრად უფრო მარტივად გასაკეთებელი იყო მათთვის, მაგრამ ზუსტად ასე შეიძლება რომ მალე დავემშვიდობოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ჩვენს უნივერსიტეტებში რაღაც ტიპის თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ სივრცეს. როგორც მაგალითად აი თესეუში არის, ჯაბასამუში არის რაღაცა ერთკაციანი არჩეული რექტორი. ანუ ეს სივრცეები გაინაღდეს რაღაცნაირად, კოცებმა ძალიან დიდი ხნის მათი შრომის შედეგად, რომელიც ნამდვილად რაღაცა უცებ აღმოვაჩინეთ და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რაც ამათგან და ვისწავლოთ, რომ ეს რაღაცა უცებ არ უნდა აღმოვაჩინოთ რაღაცაები. და საბოლოო ჯამში უნივერსიტეტების უმრავლესობა ყავთ ესე რაღაცნაირად ოკუპირებული და სავარაუდოდ ილიაუნიც იქნება ისეთი უნივერსიტეტი, რომელსაც რაღაცა ეგეთი საფრთხის წინაშე, რომელიც შეიძლება ეგეთი საფრთხის წინაშე ძალიან მალე დადგეს რა. განსაკუთრებით გუშინ აი დღეს უკვე რაც დაგვიკანონდა ფარას ახალი მიხედვით, რომ უცხოური გრანტები რაღაცნაირად მთავრობისგან კონტროლირებად უნდა იყოს. აი თუ დროზე არ ვიბრძოლებთ, რაღაცნაირად ეგ განცდა რჩება, რომ ყველაფრის მიღმა რაღაცა აბსოლუტურ უბედურებაში ვარდებით, სადაც არც თავისუფალი სიტყვა არსებობს, არც ცივილიზებული განათლების მიღება არის შესაძლებელი და აიმიტომ რაღაცა ვერც ჩერდებით იმ მართულებით, რომ აი კონკრეტულად ილიაუნს ვერ ვივიწყებთ რა ამ პროტესტის გარეთ, ვერ გაგვყავს რა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ისეთი სივრცეა, რომელიც დასაცავი გვაქვს, იმიტომ რომ უკვე ბევრი სივრცე არის ჩვენს ქვეყანაში ისეთი, რომელიც დავკარგეთ პროტესტამდეც, რომელსაც ვკარგავთ ამ პროტესტის ფარგლებშიც და აი ეგ მიმართება გვაგუმრამედა. ეს აი ხშირად მომისმენია, სხვათა შორის მე თვითონაც მithქვამს, რომ რაღაცნაირად სტუდენტები საკმარისად არ გამოდიან, მაგრამ მე რომ დავფიქრდი, ანუ არა ძალიან უსამართლო შეფასებაა რა. ეგრე მგონია, თქვენ როგორ უყურებთ მაგ მithქმა მოთქმას ან ვიღაცების გულის სხრომას, რომ სტუდენტები არ გამოდიან და საერთოდ ამ პროცესს თუ ესე რაღაცნაირად შევხედავთ, შეიძლება თუ არა ეგრეც ითქვას, რომ სტუდენტები კი გამოდიან, მაგრამ სხვები რამდენად გამოდიან რა. აი როგორია თქვენ როგორ ხედავთ შიგნიდან, აი თუ ალბათ მოგისმენიათ თქვენ რაღაც ეს შეფასებები ან გაგიგიათ მაინც, რომ ეგეთი აზრი ხოლმე ტრიალებს რა. მგონია რომ მაგას რაღაცა მიზეზები აქვს რა. ძალიან დიდი მოლოდინები გააჩნია სულ პირველმა რუსულმა კანონმა რა, მარტის აქციებმა, როდესაც სტუდენტებმა ისეთი რაღაცები გააკეთეს, რომ იძულებული გახდა ხელისუფლება მაშინ, რომ უკან დახეულიყო და ის მოეცა ჩვენთვის, რაც მაშინ ძალიან გვინდოდა, მაგრამ მაგის მერე ჩვენ ციხეში დავტოვეთ ლაზარე. მე გავიდა ერთი წელი და მაისის აქციები იყო და მაისის აქციების მერე დააკავეს ორი ადამიანი, ორი სტუდენტი და ისინი დავტოვეთ ციხეში. ამის მერე დაველოდეთ არჩევნებს და არჩევნების მერეც 50 ადამიანი არის ციხეში. მათი უმრავლესობა სტუდენტია და ბევრი ადამიანი აღარ გამოდის გარეთ. ეს ძალიან ბუნებრივი მომენტი არის რა, როდესაც ახალგაზრდა ხარ, რაღაცა
იბრძვი ამდენი ხანი რაღაცა ნიჰილიზმის მგონია რომ ამის უფლება გაქვს რა რაღაც პატარა ნიჰილისტური წვედა გქონდეს რა მიუხედავად იმისა რომ მე ჩემთვის ძალიან გაუგებარია ანუ ფიზიკურად ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ამ დროს სახლში დარჩე რაღაც პროცენტულადაც რა შეხედო რაღაცა 4 წლიან შუალედზე გვაქვს ლაპარაკი რა ეს არის რაღაცა ბაკალავრის რაღაც პერიოდი ხო ანუ ძირითადად აქ ვიგულისხმებით ხოლმე სტუდენტები მიუხედავად იმისა რომ მაგისტრანტი ვარ ხო ანუ აი და პროცენტულად ზუსტად იგივე რაოდენობა გამოდის ამასაკის ადამიანების რა ასაკის ან დავუშვათ რაღაცა დიდი სპექტრი არის მე უკვე ზამეთ 25 წელს ზევით უკვე უფრო მეტი ადამიანი შეიძლება რომ გამოვიდეს ვიდრე რაღაცა ამ 4 წელიწადში მაგრამ მგონია რომ მაგის მიუხედავად ბევრად უფრო მეტი არის ხოლმე სტუდენტი აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სხვათა შორის აი ყოფილა რომ აი ჩვენც ეგ გქონია რა ძალიან ხშირად მქონია ეგ განცდა რომ აი სად არიან რას აკეთებენ და უცებ აღმომიჩენია რომ რაღაც აი 9 აპრილს აღმოვაჩინა რომ უცებ რომ გავიხედე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ჩემ გარშემო და ამიტომ ეგრეც ვერ ვიტყვი რა რაღაცა მგონია რომ თანაბრდება ეგ ხო ნუ თავიდან რაოდენობაც ვიყავით მართალია რომ იმდენი არ ვართ მაგრამ არც ცოტა არ ვართ საქმე იმაშია რომ ამდენი სტუდენტური მოძრაობა ვართ ამდენი სტუდენტურ მოძრაობაში არ ვართ ცოტა ადამიანი და ხო 9 აპრილს დავდეგით იმ ფაქტის წინაშე რომ გარდა იმისა რომ სტუდენტური მოძრაობები რომლებიც ვიცნობთ ერთმანეთს და გვაქვს კონტაქტი მოვიხედეთ და აბსოლუტურად სხვა სტუდენტები იდგნენ ჩვენს გვერდით და გვიმაგრებდნენ ზურგს და ძალიან ბევრი სტუდენტი დგას რეალურად, მაგრამ შესაძლებელია უბრალოდ ამ ადამიანებს არ ქონდეთ სტუდენტის სტატუსი და ამიტომ იყვნენ უბრალოდ ადამიანები ან აქტივისტები, ან უბრალოდ არ სურდეთ პროტესტში ყოფნა როგორც სტუდენტებს და უბრალოდ უნდათ რომ იყვნენ დამოუკიდებელი აქტივისტები და ჩვენ ხო რეალურად ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე და არ ვსაუბრობთ კონკრეტულად მაინც სტუდენტებზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ. ეს ახალგაზრდები რეალურად ეხლა პროტესტს ამაგრებენ ახალგაზრდები და ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდები რო არა, აქამდე იქნებოდა შეწყვეტილი და 140 დღე ესე ვერ ვიდგებოდით, ესე მყარად და ჯიუტად, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცა ჩვენ თაობას გვაქვს ეს ჯიუტის რაღაც დიდი განცდა, რომ ანუ არ ვეგუებით და არ ვიღლებით სულ ანუ მაგაზე გვაქვს ხოლმე ყოველთვის უფროს თაობასთან, რომ აი არ იღლებით რატო გახართ ამდენი ხანი და არ ვიღლებით არა, იმიტომ რომ გვაქვს რაღაცა მიზანი, რისკენაც მივდივართ და ის ჯიუტე, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიჯდეთ სახლებში და რაღაცა შევეგუოთ ქართული ცნების რაღაცა ახალ არჩევნების მერეც ბათუმის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც რაღაცნაირად ახალი მუხტი გააჩინეს ხალხში და რაღაცნაირად აქ მყოფი რაღაცა თვითგვემაში ჩავარდნილი ადამიანების რაღაცნაირად უცებ გამოგვაფხიზლეს და რაღაცის ის მოგწეს, რომ შესაძლებელია თურმე ხმის ამოღება მის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს, თავარი არის რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგა და დაიწყო. და აი ეს მაინც ნიჰილისტური მომენტები აბსოლუტურად ყველას რო არ გქონდეს ალბათ ეგ უფრო უცნაური იქნებოდა იმიტომ რომ ხო შეუძლებელი არ გქონდეს ისედაც ახლა პროტესტი ვერ იქნება მუდმივად რაღაცა მრავალათასიანი ეგეც ბუნებრივი ამბავია თქვენ თვითონ როგორ პოულობთ ხოლმე ძალას ეს არის ხოლმე აი მაგალითად იგივე ეს მომენტიც იქნება ალბათ ის რაც ბათუმში მოხდა და მე რამაც ეს კიდევ ერთხელ რაღაცნაირად აანთო ბევრი ადამიანი არ მხოლოდ ახალგაზრდები და არ მხოლოდ სტუდენტები ყველა მგონი თუ შიგნით კიდევ მიმდინარე რაღაცა ეს სოლიდარობის აქტები და ურთიერთზრუნვის აი რა არის ის რაც მიუხედავად იმისა რომ ალბათ ბევრ რაღაცასაც გართმევს ეს პროცესი და ბევრ შესაძლებლობასაც რაღაცნაირად თითქოს ჭამს ხო აი ეგ რას ჭამს ეს მუდმივად პროტესტში ყოფნა და შიგნით რა არის რა პროცესი მიდის ისეთი რაც გაძლებინებს და პირიქით შემართებას გაძლევს რა მას ჭამს პირველ რიგში შენ ცხოვრებას ჭამს ძალიან პირდაპირ თქვა ანუ ყველაფერს აბსოლუტურად მეგობრებს ანუ მე მაგალითად ჩემი რაღაცა იმ ადამიანების გარდავისთან ერთადაც ვარ რაღაცა აი ამ მოძრაობაში ჩართული ჩემს მეგობრებს ფაქტობრივად ვერ ვნახულობ არ მაქვს ნუ არაფერი რაღაც ძალიან ბევრი სივრცე არის რაც დავკარგე მაგალითად ნუ აი სადიპლომო სპექტაკლი უნდა გამეკეთებინა და დამემთავრებინა უნივერსიტეტი მაგრამ ნუ აი შარშანდელი წელი ეს წინა სემესტრი ეხლაც ვერ კეთდება ანუ აი
ბევრ რაღაცას ჭამს, პერსპექტივას ჭამს რაღაცა იმ დროს, რომელიც უნდა გამოგეყენებინა რაღაცა განვითარებაში. აი მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე, როგორც ხალხს მაქვს ხოლმე, ძალიან ბევრი ხშირად ეგეთი შეგრძნება, რომ აი იმდენად დაკარგული მაქვს ხოლმე იმის შეგრძნება, რომ აი რაღაცა აი გოგოობის შეგრძნება, ჩინაგან ძალიან მიყვარს, ანუ აი ძალიან მტკივნეული არა ჩემთვის ეგეთი რაღაცაები რა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც პატარ-პატარა რაღაცები, რაცაც ვეღარ აკეთებს იმის გამო, რომ აი ეს პროტესტი მისგან იმხელა ძალისხმევას მოითხოვს, რომ რაღაცა საკუთარი ცხოვრების მთლიანად გადადება გიწევს გვერდით. მაგრამ გაძლევს ისეთ რამეს, რაც რაღაცნაირად ყველაფრად ღირს. ჯერ ერთი საკუთარ თავში იმის შეგრძნებას, რომ იმ გზიდან რა გზაც აირჩია და რა გზაზეც ამბობ, რომ სწორია და თვლი, რომ სწორია, არ უხვევ და არ გაქცევს ისეთ ადამიანად, რომელიც რაღაც მომენტში დანებდა. ეს არის რაღაცა საკუთარი თავისთვის და ასევე 9 აპრილს მე მაგალითად აი ძალიან დიდი ხანი წინა თვე მქონდა სრულად იმის შეგრძნება, რომ ნუ არაფერი არ გამოდის, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მეგონა რომ ყველანი გიჟები ვიყავით ვინც გვიდაკით და 9 აპრილს, როდესაც ნახე, რომ ღამით მოსული ადამიანებმა იმ წვიმაში გავათენეთ ღამე, მეორე დღეს ვიდექით ისევ არსად არ გავსულვართ და ანუ აი რაღაცა თავსხმაწვიმეში 4-ჯერ დავსვოლდით და 4-ჯერ გავშრით მუზეუმში. ანუ აი ეს რომ ვნახე რომ ადამიანებს იმის გამო რომ რაღაცა აქვთ მართლა დასაცავი, შეუძლიათ იდგნენ ამდენი ხანი და არ გაჩერდნენ, ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტი და რაღაცნაირად შეგრძნების მქონე ფაქტი იყო, რომ აი მაგის მერე უკვე საერთოდ აღარ მეპარება არაფერში ეჭვი რა. ანუ ჯერ ერთი მარტო იმაში რომ თუ არსებობს რაღაც რაოდენობა, თუნდაც ამდენი ქვეყანაში იმ ხალხის, რომელსაც შეუძლია ასე ერთგულად დაიცვას საკუთარი ღირსება, მგონია რომ ვერაფერი ვერ დაამარცხებს ამ ხალხს რა ტიპის მექანიზმებიც არ უნდა გამოიყენოს რეჟიმმა. ეს ნიჰილიზმის მომენტები ყველას ქონია და უცნაური იქნებოდა რომ არ გქონოდა. მაგრამ იმდენი რაღაც გავწირეთ პროტესტისთვის და იმდენი რაღაც დავთმეთ ოჯახის წევრები იქნებოდა, ეს პირადი საქმე იქნებოდა თუ მეგობრები თუ არ ვიცი, ყველაფერი დავთმეთ. მე პირადად უკვე 3 თვეა ფაქტიურად ქუჩაში ვცხოვრობთ და ოჯახის წევრებს თითქმის ვერც ვნახულობთ. აბსოლუტურად გამოსული ვართ საკუთარი კომფორტის ზონებიდან და ამ კომფორტის ზონის დამსხვრევა და გამოსვლა ამ კომფორტის ზონიდან მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის იმისთვის რომ ასე ვთქვათ, გააგრძელო ის საქმე, რასაც აკეთებ. და ხო, გეთანხმები, რომ მეგონა რომ გიჟები ვიყავით იქ რო ვიდექით ამდენი ხანი, მაგრამ როცა ამბობ და როცა გჯერა იმის, რომ სწორ მხარეს დგახარ ბოლომდე და დგახარ იქამდე, სანამ ფიქრობ, რომ უნდა იყო იქ. და არ ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ეხლა რეალურად გვერდში გვიდგანან, საერთოდ არ იყვნენ ეს ადამიანები ჩვენთვის ნაცნობები და საერთოდ არ იყვნენ რაღაცა ახლობელი ადამიანები. და იყვნენ სრულიად უცხო ადამიანები და პირველად ჩვენ სეულში რო შევედით, ჩვენს მოძრაობას ძალიან გაგვიჭირდა. ერთმანეთთან შეგუება, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან სხვადასხვანაირი ადამიანები ვიყავით, ან პირიქით ვიღაცაები ძალიან ერთნაირები ვიყავით და გქონდა ხოლმე კონფლიქტები, მაგრამ გადავლახეთ ეს პერიოდი და ეხლა უკვე იმ დონეზე ვართ მისულები, რომ ეხლა პარლამენტთან რო არ გავიდეთ და რო არ ვნახოთ ერთმანეთი, რაღაცნაირად უკვე თითქოს ნოსტალგიურად ვართ, რომ აი დღეს არ მინახი ხარ და ცუდად გრძნობ თავს და ეს არის მე მგონი, რომ ერთ-ერთი პროტესტის რაღაცა კარგი მხარე, რომ ადამიანებს, სწორ ადამიანებს განახებს, სწორ ადამიანებთან გამეგობრებს და იცი, რომ ის ადამიანი, რომელიც იმ პროტესტში გვერდით გიდგას, მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც არ უნდა გაგიჭირდეს, გვერდით გედგება. აი პოდკასტის ჩაწერასთან დავიწყებდით, იქამდეც ვისაუბრეთ იმ სეოს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს რაღაც სირთულეებიც რო ახლავს რა. რატომღაც ხშირად ხოლმე ადამიანებისგან არის, რომ ნუ საპროტესტო კერა თუ არის, ადამიანს თუ თავისი საპროტესტო სივრცე მონიშნული აქვს და რატო უნდა უჩნდებოდეს სხვა ადამიანს, სხვა მოქალაქეს წინააღმდეგობა იმასთან, რომ ადამიანი აპროტესტებს. შეიძლება უბრალოდ აცადო ადამიანს, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს. როგორია ეგ დამოკიდებულებები, რაც ნუ ერთია რომ დადებით გამოცდილებებზე ვისაუბრეთ, ნეგატიური გამოცდილებები, ან რამდენად შეიძლება ის სასწორი სპინაზე ერთად დაიდოს რა, საერთოდ ის რაც ნეგატიურია და ის რაც დადებითია. ხო, სირთულეები ძალიან ბევრია.
უკვე პარლამენტთან რაც გადმოვედით იმის მერე არაერთხელ გქონია დაპირისპირება თუნდაც ფიზიკური დაპირისპირება გქონია მოქალაქეებთან ჩვენ რეალურად ვცდილობთ რომ ადამიანი რომელიც მოდის და ადამიანი რომელიც გლანძღავს თუნდაც ან შეურაცხყოფას გაყენებს ვცდილობთ ხოლმე რომ ძალიან ადეკვატურად მიუდგეთ და ავუხსნათ მაინც ის რას ვაკეთებთ ჩვენ იქ და რატო ვდგავართ და რა მიზანი გვაქვს ზოგი არის მაგალითად სახლიდან იმიტომ გამოდის რომ ჩვენთან მოვიდეს და ჩვენთან რაღაცა აგრესია გამოხატოს ჩვენს მიმართ მაგრამ გქონია მომენტები როდესაც ესეთი მოსულები ისე წასულან ჩვენგან რომ მეორე დღეს აქციაზე გვინახავს მაგალითად იმიტომ რომ დავლაპარაკები ვართ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება ხოლმე და ძალიან დიდი ძალისხმევა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ შენ რაღაცა არასწორს აკეთებ რომ დააჯერო რომ სწორ მხარეს გახარ და არ აკეთებ რაღაცა მისთვის საზიანოს ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ამიტომ ვდგავართ იქ რომ ხალხს დავანახოთ რომ ეს სწორია და ეს არის მართალი და ეხლა რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მამაკაცი იყო მოსული, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა და იმის მაგივრად რომ პოლიციას ეს ადამიანი დაეკავებინა, რასაც გააკეთებდა ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ რომ იმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, ეს ადამიანი უბრალოდ გაარიდეს და შემდეგ ჩვეულებრივად ისევ მოვიდა ეს ადამიანი პარლამენტთან. ნუ ხო რაღაცა არ ვართ დაცულები არ ვართ უსაფრთხოდ მიუხედავად იმისა რომ იქ პოლიციის ეკიპაჟები დგანან თან არაერთი ძალიან ბევრი საინტერესოა მათი დამოკიდებულებებიც პოლიციასთან გადაკვეთა და მე იმიტომ რომ მე მახსოვს პირველი ღამე როცა გაათენეთ მაშინ იყო რომ ეს პოლიცია ძალიან ისე ჩასაფრებულივით იყო და რაღაცა კრიმინალებივით გიყურებდათ და ჩხრეკა მიდიოდა ადგილზე მაგის მერე როგორია ეს ინტერაქციები პოლიციასთან თუ გქონიათ და პოლიციას ძირითადად აღარც ვეძახით ხოლმე ან საშუალოდ რამე იმიტომ რომ მათგან იყო უკვე ერთხელ რომ თუ იძახით რომ არსად ეს ყველგან პოლიცია და არსად სამართალი ამიტომ მოდით თქვენით მიხედეთ და ეს შემთხვევებიც გქონია და ვცდილობთ ხოლმე რომ ეს დაპირისპირებები ჩვენით მოვაგვაროთ რეალურად თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ ჩარევას ერევიან მაგრამ თუ არ ჩათვლიან ეს დაპირისპირება როგორც დაიწყება ისე დამთავრდება ხოლმე ჩვენი მხრიდან ანუ განმუხტვა ხდება ხოლმე მათი მხრიდან ჩხრეკა ისევ მიდის ისევ გვაქვს პრობლემები რაღაც ნივთების შეტანასთან დაკავშირებით ჩვენი ორი სტუდენტი სკამის გამო დაიჭირეს ილიაუნის სტუდენტი ტაშის დაკვრის გამო დაიჭირა პოლიციამ პარლამენტთან მაგრამ ნუ სკამები ვიცი ტაშის დაკვრის აი ბიჭი იყო გაიყო ტაშს უკრავდა ტაშები რომ სკამები რომ იქონდათ და სკამების გამო დაჭერილ გოგოების პოლიციელებს უკრავდა ტაშს და ამის გამო დააკავეს ლუკა ხო ნუ ესეთი შემთხვევები ბევრი გვაქვს მაგრამ რას ვიზავთ პროტესტის ნაწილია იმაზეც უნდა გკითხოთ აი ნუ ამ მოძრაობებს თავისთავად აქვთ საჭიროებებიც რაღაც ღონისძიებების ორგანიზებას ეწევით ისედაც ჯარიმები ნენეს როგორც ვიცი 3 ჯარიმა აქვს და ისედაც ამ მოძრაობას რაღაცნაირად სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის თუ გამძლეობისთვის და პროცესის გაგრძელებისთვის რაღაცნაირად მხარდაჭერა და გაძლიერებაც სჭირდება როგორია ამ მოძრაობების საჭიროებები მაგაზეც რა ვთქვათ და ხო აი როგორ ახერხებთ ხოლმე რომ აი მაგალითად იგივე ორგანიზებაში სხვადასხვა რაღაც საჭირო რაც არის საკუთარი ძალებით თუ არის რაღაცნაირად ეს მხარდაჭერა ნუ ალბათ აქამდე უფრო მეტად იყო ვიდრე ეხლა ნუ ეხლა გასაგებია აი მაგალითად ადრე იყო როდესაც რაღაცა განსაკუთრებით რაღაცა ისეც გეგმოდით რასაც დაუშვათ ჭირდებოდა ისეთი ნივთები რასაც დაუშვათ ჩვენი ფინანსებით ვერ ვწვდებოდით იყო რომ შეიძლება და გვეთხოვა ნანუკას ფონდისთვის დაუშვათ და ამ შემთხვევაში ეს ფინანსები აგვეყო მაგრამ ნუ ძირითადად მაინც მგონია რომ ჩვენ უფრო მეტად ვწვდებით და როდესაც რაღაც საჭიროება არსებობს აი დაიტოვეს ჯგუფი არის მაგისთვის ყველაზე იდეალური წერთ დაიტოვეს ჯგუფში და ვისაც აქვს რაღაცა აი განსაკუთრებით რაღაცა ესეთი მისთვის დღეებისთვის როდესაც ძალიან სადმე გაგვითენებიან ასე შემდეგ ან პლედებიან რაღაც მსგავსი ამ შემთხვევაში მოქალაქეები თვითონ გვაწვდიან ხოლმე რა ეგზოლიდარობა რაღაცნაირად თლიან პროტესტს აქვს რომ რაღაცა ცალ-ცალკე არ ტოვებთ არავის ეხა განსაკუთრებული რესურსების იმერქლე რომ გითხრათ
რაღაცა სტუდენტურ ამბებს არ ჭირდება, აი რაღაცა 1-2 შემთხვევა გვახსოვს, რადგან აი მაგალითად ლეიბები დაგჭირდა, როდესაც უნივერსიტეტში შევედით, ეგ იყო და რაღაც მსგავსი რაღაცაები. უფრო მეტად ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ვცდილობთ, რომ რაღაცა ჩვენი ძალებით მოვაბილიზოთ და ასევე თუ რაღაცა აი მაგალითად პატიმრების წერილების გაგზავნა დითხებთან არის დაკავშირებული, რომელიც სამწუხაროდ ისედაც რაღაცა გაღატაკებულ ქვეყანაში სტუდენტების ხელით ვერ გროვდება და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად დებთ ხოლმე პოსტს ჩვენი სახელით და აი ამ რამდენიც არის საჭირო ხალხისგან გროვდება როგორც სხვა შემთხვევებში. და პრინციპში მანდაც შეიძლება ითქვას, რომ ამ იმის გააზრების ნაწილში რომ რაღაცნაირად ამ პროცესში ერთიანი ვართ და თუნდაც აი ქუჩაში რო არ გამოდიხარ, მაგრამ ამ პროცესის ნაწილი ხარ და რაღაც ხარდაჭერას სხვა გზით უცხადებ, ეგ მგონი გრძელდება და არც ესე მაინც არ ჩამქრალა, რა მიუხედავად იმისა, რომ ფონდები დაიხურა, რაც დაყადაღდა, რაც სამწუხარო ის არის, მოქალაქეების ესე ცალკეული ისინი მაინც არის რა ჩართულობა. ხო, ანუ ფონდები დაყადაღდა, ხა ნანუკას ფონდში თუნდაც ახლა გროვდებოდა ხალხისგან და იგივენაირად ვაგროვებთ უბრალოდ ჩვენთვის ცალკე კონკრეტულად რაღაცა განსაკუთრებულად გჭირდება, მაგრამ ხა რო ვთქვა, რომ ეხა ეს რაღაცა როცა უნივერსიტეტში ვიყავით, ამის საჭირო კიდევ უფრო მეტად იყო, მაგრამ ეხლა უკვე ნაკლებად ეხა ჩვენი რესურსებითაც შეგვიძლია რაღაცების მობილიზება, ისე რომ რაღაცა სადამდეც შეგვიძლია ეგრე გავწყოთ. ერთია რომ შეიძლება კმაყოფილი იყო აი იმ პროცესით ან იმ შეგრძნებით, რომ არ სუსტდება მოძრაობა, რაღაცნაირად ვაგრძელებთ აქტივობებს და ვართ მყარად ფეხზე ვდგავართ, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს კედელს ეჯახები, ეგეთი შეგრძნება რამდენად გაქვთ, ან ის პარალელურად რაღაცა პოლიტიკური პროცესიც უნდა ვითარდებოდეს, რაღაცნაირად მეტი ხელშესაჭიდი უნდა ჩნდებოდეს თითქოს, ან შეიძლება გჭირდებოდეს ადამიანს. რამდენად გაქვთ ეგ შეგრძნება, რომ ერთია რომ ჩვენ აი ლოკალურად რაც ჩვენი საკეთებელია და რაც ჩვენი საკეთებელი გგონია მაგას ვაკეთებთ, მაგრამ პარალელურად რაღაცა სხვა პროცესიც მიდის, იქნება ეს რაღაცა პოლიტიკური თუ სხვა. ხო, ბუნებრივი არის, რომ რაღაცა გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაცა ერთ კონკრეტულ საქმეს ვაკეთებთ, გარდა ამისა, ბევრი რაღაც მიდის გლობალური თვალსაზრისითაც, ეს მარტო საქართველოს რაღაცა პატარა ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, აქ როგორ გადაწყდება რაღაცეები. მაგრამ მაგის გარდა ასევე, რაღაცა პოლიტიკურ სპექტრში რაღაცა ეს რა ჭიდაობაც მიდის, რომელიც რაღაცა მგონია, რომ უკვე ისეთ რაღაცას ემსგავსება, რაღაცა ყველა ერთ ქვაბში იხარშება აბსოლუტურად. თუ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, და თუ არჩევნებში ვინმე მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივში, ამ სტუდენტებისგან საკადრის პასუხი მოყვება და დამიჯერეთ, რომ ვერავინ ვერ მოიგებს ამ არჩევნებს. ხო, აი ზუსტად ეგ მაინტერესებს მოთხოვნები და დაკვეთები სტუდენტების და ხო მიმართება რა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ ესენი უნდა წავიდნენ და ყველა ვინც ხელს მოაწერს ამათ ლეგიტიმაციაზე, იქნება ისეთივე ქვეყნის გამყიდველი, როგორც ესენი არიან, იმიტომ რომ მაშინ არ უნდა გქონდეს, არ უნდა გვეუბნებოდა ჩვენ, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, მაშინ არ უნდა გვეუბნებოდა, რომ ერთ კვირაში დაბრუნდით, გეგმას გეტყვით. მაშინ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ შენთან ერთად ხალხი გამავა და ღამეს გაათენებს თესევსთან შენი ინიციატივით, ანუ როდესაც ეგეთ რაღაცებზე მოყვები, მიუხედავად იმისა, რომ მე შენ შეიძლება არ მომწონხარ, ანუ ცოტა ტიპის ცოტა პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს იმაზე, რა მდგომარეობაში არის ქვეყანა და შენს მიღებულ გადაწყვეტილებებზე რაღაცნაირად პასუხი უნდა აგო და ბოლომდე უნდა იყო პრინციპული. თუ ამ პრინციპულობას არ იჩენ და ნებდები რაღაც მომენტში, იმიტომ რომ რაღაცა რაოდენობით ნაკლები ხალხი გამოდის, ვიდრე მაშინ გამოდიოდა და მაშინაც უნდა ითქვას, რომ ის წინააღმდეგობა რაც იყო, მაშინ არ იყო პოლიტიკოსების მიერ წარმოებული, ეს იყო ხალხისგან წარმოებული და იქ წინა ხაზზე შეიძლება წინა ხაზთან დადიოდა, მაგრამ წინა ხაზზე იმ ბრძოლაში ჩართული არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, იყო აქ ძირითადად საზოგადოება, აი ამ ყველაფრის რაღაცა შედარება რო ხდება ხოლმე, აი მე კულტურულად მიჩნდება და არა მარტო მე, აი ჩემი მოძრაობის სახელით ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ აი არავინ არ მივა არჩევნებზე და მაქსიმალურად უზრუნველყოფთ იმას, რომ არავინ არ მივიდეს იმ არჩევნებზე, რომელშიც მიიღებენ ესენი მონაწილეობას. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ქვეყნის ღალატი. თუ ვამბობთ, რომ არ ვაკეთებთ რაღაცას, არ უნდა გავაკეთოთ რაღაცა. და კედელს დავეჯახეთ ჩვენ მაშინ, როდესაც მაისში გითხრეს, რომ არჩევნებს უნდა დავლოდებოდით და მაშინ არ მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. როცა გითხრეს, რომ რაღაც რეფერენდუმია, მე რეფერენდუმი არ გამოდის, იმიტომ რომ რაღაც, ანუ აი იმდენად დაგვაბნიეს ძალიან ბევრჯერ და რაღაცა
აი იმდენად არამყარები არიან, რომ აი ამ არამყარობას მქონია, რომ რაღაცნაირად უნდა შენ თვითონ უნდა იყო კედელი რა მაგ მომენტში და უნდა უთხრა არა და სანამ აი ამ ჭოჭმას შეგამჩნევენ ისინი, რომ აი რაღაცა აი ამ ამბავში ხარ ვქნა, არ ვქნა, აუცილებლად გამოიყენებენ და იყენებდნენ ყოველთვის ზუსტად ამ პოზიციას და მიიღებენ იმას, რაც უნდათ რეალურად მათ. ამიტომ მე არ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ ჩვენ პირადად სტუდენტები და ხალხი გარეთ რაღაცა კედელს ვეჯახებით, ჩვენ ვართ უწყვეტ წინააღმდეგობაში, ჩვენ ვართ უწყვეტ ბოიკოტში და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიაღწია იმას, რომ რაღაცა ცვლილებები გატარდეს. ყველა ვინც მაგ პატარა გარიგებებზე მიდიოდა ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ყოველთვის ნაწილი ვიყოთ. ხო, აი უფრო აი ისიც მაინტერესებს კიდევ ერთია ის რომ პირიქით აი ამ პროტესტებმა ეგ არის რომ წინა ხაზზე იყვნენ კი არა მე მგონია რომ უფრო უფსკრული გამოაჩინა ხალხსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და ისიც გამოაჩინა რომ რაღაცნაირად ეს ხალხი ვიღაც უმეტესობა დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მათი ამომრჩეველი კი არ იყო უბრალოდ რაღაც არჩევნის გაკეთება მოუწია და ეგ უფსკრული რამდენად დაინახეს თვითონ ან მაგალითად სტუდენტურ მოძრაობებთან კომუნიკაციას თუ ცდილობენ ან რაღაცა აზრის გაზიარებას ან აი მაგალითად უკვე ერთი თვეა ხო პარლამენტთან ხართ თუ რაიმე ფორმით თუ ყოფილა ეს მცდელობა რომ თქვენი აზრი გაეთვალისწინებინათ ან დაენახათ ან ის დაკვეთა რაც შეიძლება სტუდენტებს ჰქონდეთ ერთია რომ არის ახალგაზრდული ფრთა პარტიების, მაგრამ მაინც შეიძლება ეგ აცდენა იყოს რა, ერთი შიგნით პოლიტიკური პარტიის შიგნით რასაც ხედავენ და მეორე გარედან რა შეიძლება იყოს დაკვეთა. აი ამ უფსკრული სამოვსების მცდელობა თუ დაგინახავთ მთელი ამდენი ხნიანი მოძრაობის დროს. Ну, რაც უნივერსიტეტებში ვიყავით, მე მგონი რომ არც ერთ სტუდენტურ მოძრაობასთან არ გასჩენიათ სურვილი რომ რაღაცა ვერც გაუჩნდებოდათ. ხო, ну ერთეულები იყვნენ ალბათ ჩვენთანაც იყო ხო ერთის შემთხვევა რომ კონტაქტ ვცდილობა მაგრამ ჩვენ თქვით მაშინ უარი მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ეს უკვე ცდება რაღაცა უნივერსიტეტში ყოფნას და მარტო სტუდენტების პროტესტსა როდესაც ხარ პარლამენტთან 24 საათი და იქ შენს გარდა სტუდენტის გარდა არიან რასაკობრივად უფრო შენზე უფრო დიდი ადამიანები მგონია რომ თუ პატარა ბავშვებთან არ უნდათ მოსვლა იმ ადამიანებთან მაინც უნდა მოდიოდნენ და რეალურად აქციების დროს ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთ-ერთჯერ მაინც ხედავთ ხოლმე პოლიტიკოსებს. უნდა ეს პოლიტიკოსები არიან პარლამენტიდან ოდნავ მოშორებით, როდესაც ჩვენ იქ ვართ, ანუ რეალურად კიბეების ამოსვლა სჭირდება, კიბებზე ამოსვლა სჭირდებათ იმისთვის რომ მოვიდნენ და უბრალოდ გამარჯობა მაინც გითხრან, როგორ ხართ ბავშვებო მაინც გითხრან. ანუ არ ქონიათ სურვილი, ორადორი პოლიტიკოსი იყო, უბრალოდ არ დავასახელებ თუ შეიძლება, რომლებიც მოვიდნენ ხნეობა გვისურვეს და წავიდნენ. მეტი არაფერი, ანუ არც აზრი უკითხავთ, არც არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. რაც ერთი თვე შესრულდა უკვე დღეს, რაც ჩვენ 24 საათია პარლამენტთან ვართ, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გასჩენია იმ სურვილი, რომ რაღაცა მოსულიყო და ეს რაღაცა უფსკრული ამოევსო. გონია რომ ჩვენ მაგისთვისაც ვართ მზად რომ 100%-ით ვართ დარწმუნებული რომ ესენი წავლენ და როდესაც რაღაცა ეს ერთობლივი პარლამენტი შეიქმნება როგორც რაღაცა მოსახლეობის დაკვეთა არის ხა რომ იყოს ეს რაღაც მრავალპარტიული და მრავალფეროვანი ამ პარლამენტსაც მოუწევს რომ ისევ გაუმკლავდეს ამ სტუდენტურ მოძრაობებს იმიტომ რომ ჩვენ წინასწარვე უკვე ნოემბერში გვქონდა რაღაც დაპირება ერთმანეთისთვის მიცემული რომ ეს პროცესი რა დამთავრდება და რომ მოვიგებთ მაგის მერეც არ გავჩერდებით და ზუსტად აი რაღაცა გადააზრებაც ხდება რა საზოგადოებაში უკვე იმის რომ ზუსტად მე გაჩერება რაღაც მომენტში და ცხოვრების შვიდად გაგრძელება უზრუნველყოფს იმას რომ ისინიც ეჩვევიან ამ ყველაფერს და ძალაუფლებას უფრო მეტად რაღაცნაირად აძლევენ იმის უფლებას რომ მთლიანად მოიცვან და რაღაცა უფრო მეტი პასუხისმგებლობები არ აიღონ საკუთარ თავზე და რაღაცა საშინელებებში და სიბინძურეში გადაეშვან ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით მერეც მუდმივად ყველას ოპოზიცია ხო რა თქმა უნდა ანუ რეალურად ეს ჩვენი ქმედება ეხლა რასაც ვაკეთებთ ესე უწყვეტად და უდრეკად დგომა უნდა იყოს ყველასთვის აბსოლუტურად რაღაცა განგაშის ზარი იმის რომ ანუ მე თუ რაღაცას დავაშავებ ესენი ჩემთვისაც იდგებიან ანუ ჩემს წინააღმდეგაც იდგებიან ამას გულისხმობ ანუ იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო რაღაცა ერთ კონკრეტულს არ ვებრძვით ჩვენ ვებრძვით რაღაცა
იდეას, რომელიც შემოგვაპარეს ისე, რომ წრეზე ტრიალს. ხო, რაღაცა წრეზე ტრიალს, ხო, ანუ ამას ვერ ვწვით და რეალურად ყველასთვის უნდა იყოს ეს გამოფრთხილებელი, რომ ჩვენ აქ ვართ. კი, მახსოვს, რომ ნოემბერში აქციებზე სანამ ეს დაიწყება 28 ნოემბრამდე, სანამ ვათანებთ ერთ-ერთ პოლიტიკოსმა, როდესაც ველაპარაკებოდა თვითონ რაღაც ჩვენ დაუძახეთ თვითონ სტუდენტებმა რა გველაპარაკა, იმიტომ რომ გვაინტერესებდა შესვლა არ შესვლაზე ვინ რას გეკმავდა. ეგეთი რაღაც მითხრა, რომ ესაა რა ქვია, ანუ რაღაცაზე იყო, რომ აი მაგალითად რაღაც რატო არ ითვალისწინებთ ხალხი სტუდენტების განსაკუთრებით მქონდა, რომ აი სტუდენტების აზრს რაღაცებში რატო არ ითვალისწინებთ და მაშინ გითხრა, რომ მაშინ ვიყავით ცოტანი. და აიო, ბევრი რო იქნები და მაშინ მოგისმენთო და ჩემი აზრით მარტო აი ამ დამოკიდებულების გამო, რომ უნდა იყო თურმე შენ ქვეყანაში რაღაცა ყველა მოგისმინოს პოლიტიკოსმა და ისევ შენ გვერდით რო დგას იმ სტუდენტის ხმა რო არ გესმის, ძალიან მალე აბსოლუტურად ყველაფერი გადახალისდება, მე ეგრე მგონია, გადახალისდება ეს პოლიტიკური სპექტრიც, უბრალოდ ეს არის ამ ყველაფრის დასაწყისი და აი ამგვარი პასუხების გამო აუცილებლად პასუხს აგებენ ყველანი, ვინც ეხლა არიან პარლამენტში და ზუსტად ესე თვლიან, რომ უნდა იყოს რაღაცა მე უკვე ხალხის რაოდენობაც აღარ ყოფნით, ანუ თავები რამდენი თავიც არ უნდა იყოს აქციაზე, მაინც არ არის საკმარისი მათთვის და ამათთვის, ნუ უბრალოდ ხა გააჩნია რამდენი თავი იქნება. აი განსხვავება მხოლოდ. მოლოდინებზეც რომ ვილაპარაკოთ. ერთი აი გარი რომ ალბათ აქ და ახლა რაღაცა პროცესში ხართ და ესე შეიძლება აქ ამ მოცემულობიდანაც ამოდიხართ, მაგრამ როგორია გეგმები, აი უახლოესი, ან თქვენ ალბათ ისევ პარლამენტთან აპირებთ და ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის გეგმებიც მაინტერესებს. ხო, ნუ ჩვენ ესე ვიცით რომ არ არის ეს რაღაცა მოკლევადიანი და ვიცით რომ არის გრძელვადიანი პროცესი და რასაც სჭირდება დრო იმისთვის რომ მივახციოთ რაღაცას, ვრჩებით პარლამენტთან, იქამდე სანამ ეს იქნება საჭირო, არ ვაპირებთ არსად წასვლას. რა ვიცი, მოლოდინი, ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს არის ის, რომ სხვა თუ არაფერი ზუსტად ვიცი, რომ რეჟიმის ტყვეებს აუცილებლად გამოვიხსნით და აუცილებლად ის ადამიანები ჩვენს გვერდით იქნებიან, რომლებიც ახლა 4 კედელში არიან მოქცეულები. კი ბატონო. ჩვენთანაც მოლოდინების ამბავში სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად ჩვენ ესე არ ვიქმნით ხოლმე, რომ და გავაკეთოთ ეს დაგეგმილი იშვიათად გვაქვს ხოლმე. ჩვენ ვართ უფრო მეტად აი ეს მოძრაობა, რომელიც რაღაცნაირად მაქსიმალურად ყოველთვის არის იმ ამბავში, რომ აი დღეს რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ამიტომ უფრო მეტად აი ამ ფართო ასპექტში ბუნებრივია მუდმივ წინააღმდეგობას განვიხილავთ, იმიტომ რომ მგონია რომ მან რაღაც კონკრეტული რა შეიძლება რომ გააკეთო. ცოტათი ის არის, რა ქვია, რთული არის. ფიქრობს და მუშაობთ იმაზე, როგორ შეიძლება რომ გაფართოვდეს ზოგადად სტუდენტური პროტესტი და არა მარტო სტუდენტური პროტესტი, აქედან გამომდინარე ზოგადად ის პროტესტი, რომელიც არსებობს და გონია რომ ყველაზე მთავარი ახლა რაც ჩვენ აუცილებლად უნდა მოვძებნოთ და აუცილებლად უნდა შევქმნათ არის იმედი ხალხში, იმედი იმის, რომ ის ძალა რაც გქონდა ჩვენ ისევ შეგვიძლია რომ დავიბრუნოთ, რომ რაღაც მიმართულება გვაქვს, რომელზე სიარულიც შესაძლებელია, რაღაცნაირად ერთმანეთის უსაფრთხოება უზრუნველყოთ და ნელ-ნელა ვასწავლოთ რაღაცნაირად ერთმანეთს საზოგადოებას, რომ როგორ უნდა გავაპროტესტოთ ისე, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი თან ამ ყველაფერში და თან ვიდგრეთ ყოველთვის მყარად და რაღაცნაირად შეკრულებად. იდო ბოდიში დავამატებ თუ შეიძლება, რომ ეს ერთიანები რო ვართ, დიდი ხანია უკვე ჩანს, რომ რაღაცა პროტესტში ძალიან ერთნი ვართ და ძალიან მედრად გავართ და თუ გვერდით ვიღაც ჩვენიანი გვიდგას არ გვეშინია და რეალურად ეს ხო არ დაწყებულა ნოემბერ-დეკემბერში, დაიწყო ბევრად უფრო ადრე და მინდა რომ გავიხსენო შარშანდელი აქციების პერიოდი, ზუსტად ამ დროს რამდენი ადამიანი ვიდექით პარლამენტთან და რამდენი ადამიანი ვაპროტესტებდით. აი, ბოლოსკენ ესეც უნდა გითხოთ, გასაგებია რომ ყველას ეს იმედები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთულად წარმოსადგენია თუ ვთქვათ ქართული ოცნების
ხელისუფლება ნარჩუნდება და ისევ რაღაცნაირად ძალაუფლებას ინარჩუნებენ, როგორ შეიძლება მაგალითად სტუდენტს წარმოედგინოს განათლების მიღება ამ ქვეყანაში იმ საუნივერსიტეტო სივრცეებში, რომლებსაც კიდევ უფრო ჩაიგდებენ ხელში. და თან ისიც უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ სწავლის მიღების ან იქ რაღაც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობაც იკლებს. აი როგორ შეიძლება ეგ წარმოდგენა არსებობდეს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აი ეს სტატუს quo ნარჩუნდება და განათლების მიღებას აქ აგრძელება? პირველ რიგში მესმის ეს დამოკიდებულება და სრულიად ეს არის, რა ქვია, შესაძლებელი არის სამწუხაროდ რომ ეგრეც მოხდეს, მაგრამ პირველ რიგში რაღაც მაგაზე მინდა ისავა, რა ქვია, იმის დამცველი ვარ და ბოლო დროს რომ ანუ არა აუცილებლად ვიმარჯვებთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს პროცესი ძალიან გაიწელოს დროში და ჩვენ ქვეყანას ახსოვს ან რაღაცა შეიძლება ამდენხნიანი უწყვეტი პროტესტი არ ახსოვდეს, მაგრამ ახსოვს ჩვენ ქვეყანას როგორ იბრძოდა ხალხი წლების განმავლობაში, მათ შორის ახლა ზუსტად გამსახურდი ადამიანო პოსტავა რა გავიხსენოთ, რაღაცა უცებ ხوار აღმოჩენილან ისინი 9 აპრილს რაღაცა იმ ტერიტორიაზე და უცებ ხوار დაუბრუნებიათ და უთქვამთ რომ გავიმარჯვეთ და გამომარჯვეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ამას ძალიან დიდი წლების შრომა მოყვებოდა. ჩვენ კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში ვართ, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ რაღაცა გვაქვს ის ბერკეტები, რომ ჯერ კიდე თქვათ გამოვიდეთ, ანუ ჯერ კიდე იმდენ რაღაცაზე ვერ გვიჭერენ, რაზეც შეუძლიათ რომ დაგვიჭერონ, ანუ საბჭოთა კავშირიც კი ვერ იჭერდა ისე ბევრ რაღაცაზე, ანუ ეგრე მარტივად და ეგ ანუ ყველა სისტემას სჭირდება რომ რაღაცები კანონების ქვეშ მოაქციან რაღაც. ამას მაინც ვერ გადავლენ, იმიტომ რომ ესე უბრალოდ ყველანაირ სისულელის კეთებას ვერავინ ვერ შეძლებს, რაღაცა სულელური მათ შორის, მაგრამ აი რაღაცა ბერკეტები უნდა კონდეს. ამიტომ აი მათ შორის აჭარის ამბავი ასლანამიშიც გაქცევა, ანუ ეს ხომ იგივე რაღაცნაირი ოლიგარქული სისტემის მსგავსი რა, ანუ იმასაც ფული ქონდა, იმას ქონდა და შემიყვება ხოლმე რა, აი არჩევნების რიგში რა ვიდექით ხოლმე, ვიდექითო, ესე იარაღიანი ხალხი მე რუსის ჯარი ყავდა შემოყვანილი, ესე იარაღი ესე დაატარა ხალხს და პირდაპირ აი თავთან გაუჩერა. ანუ ეს არის როგორი შიში იცით, ანუ რომელშიც ჩვენ რეალურად დღეს არ ვცხოვრობთ ჯერჯერობით, ანუ იმედია რომ არც ვიცხოვრობთ, მაგრამ ამ შიშის პარალელურად ხალხმა მოახერხა ის, რომ გააქცია ის კაცი ამ ქვეყნიდან, რომ დაიბრუნეს ის ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდი ხანი აი განსაკუთრებით სადავა, ჩემთვის ბევრად გკვნეულია, იმიტომ რომ ბათუმელი ვარ. ამიტომ მე ეგრე არ ვუყურებ, ესე ძალიან მინდოდა რომ უბრალოდ გამიც ანუ ჩვენ შეიძლება ვერ გამიმარჯვოთ მაისში, ვერ გამიმარჯვოთ ივნისში, მაგრამ ეს ბრძოლა წაგებული არ იქნება. საბოლოო ჯამში თუ არ გავჩერდებით, თუ გავჩერდებით, ყველაფერი დღესვე დაიკარგება. და განათლების მიღებას რაც შეეხება, ანუ არ ვიცი, მე ვერ ვხედავ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის პირობებშიც ეგრე მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა გაცილებით პროთული იქნება, მაგრამ ჩვენ ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცა უკვე ნანახი გვაქვს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემიათ, რაღაცნაირად ეს თავისუფლება გადავდოთ, გავუზიაროთ და ის იმ ტიპის განათლება ჩვენ თვითონვე მივაწოდოთ და ამაზე რაღაცნაირის ავიღოთ, იმიტომ რომ ესე ხდებოდა სინამდვილეში, საბჭოთა კავშირში. ესე ხდებოდა ის ცისფერ ყანწელების აი ჩუმად გვერდით ამ მხარე, რომელიც რაღაცნაირად გადაურჩა იმ რეპრესიებს, ავრცელებდა იმ განათლებას, რაც რაღაცა მანამდე არსებობდა, მანამდეც კიდე სხვა. ანუ აი მე მგონია რომ ჩვენ თუ აი ამას არ დავკარგავთ, აი რაღაცა ხსოვნას იმისას, რომ აი ეს ყველაფერი გვქონდა და რა გვქონდა და ამას მოვყვებით და ამას გავაზიარებთ, გაცილებით უფრო დიდი საპროტესტო მუხტის შექმნა შეგვიძლია მომავალშიც, თანაშორს პერსპექტივაშიც, რომელიც რაღაცა გააღვიძებს კიდე სხვა ახალ თაობებსაც რა. ამიტომ სამწუხაროა ძალიან ვერ წავად ერასმუსით, მაგრამ მაგ ერასმუსაც აუცილებლად დავიბრუნებთ რა. ხო, ნუ მეთანხმებით ამას, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა განათლების მიღება რაღაცა გზას აუცილებლად გამონახავს და ამ რეჟიმის პირობებშიც შეძლებს, რომ ის განათლება მიიღოს, რაც სურდა. და თან ჩვენ გაგვიმართლა იმაში, რომ ცხოვრობთ ძალიან კარგ დროში, რომ არის 21 საუკუნე, არის ტექნოლოგიების საუკუნე და შეგვიძლია, რომ ჩვენზე უფრო პატარებს რაღაცა გავუზიაროთ, რაღაცა ის გამოცდილება და ის განათლება, რაც რეალურად ჩვენ დავაგროვეთ და მივიღეთ ამ მოკლე პერიოდში.
მაგრამ რთულია რეჟიმის პირობებში რეჟიმის რომელიც ყველაფერს აცენზურებს რაღაცა ყველაფერს გიმალავს ისტორიას გიწერს ამ პირობებში რომ რაღაცა ხარისხიანი განათლება მიიღო თან მაშინ როდესაც გიზღუდავს იმასაც რომ ან მიიღო გრანტი და წახვიდე ან უბრალოდ ადგე და წახვიდე რომ განათლება შენით გინდა რომ სხვაგან მიიღო ამასაც რომ ზღუდავს იმ კომისიის ჩამოყალიბებით თუნდაც რომელიც კობახიძემ ჩამოყალიბა ფიქრობ რომ რთულია მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ სტუდენტებმა უნდა მოახერხოთ იმდენი რომ ის განათლება ის ისტორია რაც გვაქვს შემოვინახოთ და არ მივცეთ საშუალება რომ რაღაცა გადაგვიწერონ ყველაფერი ხო მე მგონია რომ მაინც ვერ შეძლებენ მაგას მაგრამ აი მაგ პირობებშიც რო აღმოჩნდეთ ბევრად რთული იქნება ძალიან სავალალო შედეგები ექნება ამას რა ანუ რაღაც გამოიწვია ძალიან ბევრი რაღაცა თუნდაც აი ლიტერატურაში ბევრი ეპოქის რაღაცა გაქრობა და არ არსებობს საქართველოში რაც დაუშვათ სხვაგან არსებობდა ევროპაში არსებობდა მაგრამ გონია რომ ეგ რაღაცა სამწუხაროდ აი გადასალახია ჩვენ ქვეყანას ისევ ხელახლა ალბათ ბევრჯერ რა აქ შედეგამებამდე არ უნდა მივიდეთ ყველაზე მთავარი ალბათ ეგ არის რა რომ კულტურა ისტორია რაღაცა განათლების მიღების შესაძლებლობა არ დავკარგოთ და უნდა გავიმარჯვოთ სახელოვნად აუცილებლად სულ ეგ იყო მადლობა რომ გვისმინეთ